გამოცემა Prime Time და ტელეკომპანია იმედი ავრცელებენ წერილის შინაარს, რომელიც მათივე ინფორმაციით სავარაუდოდ თორნიკე რიჟვაძემ დაწერა. ამ წერილის მიხედვით რიჟვაძე წერს, რომ მას აბრალებენ კორუფციას და ბარიგების მფარველობას, ეს არის ციტატა წერილიდან და რომ იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილის და პრემიერ-მინისტრის, რომ დაიცავენ მის ოჯახს. ამავდროულად აღსანიშნავია ის, რომ გამოცემა ბათუმელები, როგორც ავრცელებს ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მეტპერსონალს არ მიუწოდებია. ამის შესახებ წერს გამოცემა ბათუმელები. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კი უარყოფენ მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. რაც შეეხება მდგომარეობას, პირველი კომენტარი უკვე გაკეთდა. ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მართვის სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ არის მძიმე. არ დააყოვნა გამოხმაურებებმა სოციალურ ქსელში, რა თქმა უნდა, ოპოზიციაშიც არის უკვე გამოხმაურებები. გიორგი გახარია სოციალურ ქსელში Facebook-ზე წერს სტატუსს. უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები, ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანს საქართველოს სამშვიდობოს, წერს გახარია. ასევე ქართული ოცნებიანაც არის უკვე გამოხმაურება. შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასეთი კომენტარი გააკეთა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს. თქვენს ვერსიებზე შეგიძლიათ თქვენი ფიქროთ. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალი მე არაფერი ვიცი. ოპოზიცია რას იტყვის ახლა. ოპოზიციის ნათქვამზე ხომ არ არის მოხდა მძიმე შემთხვევა, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.